იცოდით თუ არა, რომ მიწა ჩვენ ფეხებ ქვეშ მოძრაობს. ამაში არ გულისხმობ იმას, რომ დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, ან რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო ორბიტაზე, ან რომ მთელი მზის სისტემა მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის გარშემო. სხვანაირ მოძრაობაზე მაქვს საუბარი და ეს ეხება ჩვენ ფეხებ ქვეშ, მიწას და ქანებს. დედამიწის ლითოსფერო, რომელიც შედგება დედამიწის ქერქისგან და დედამიწის მანტიის ზედა ნაწილისგან, დანაწევრებულია რამდენიმე ნაწილად და ამ ნაწილებს ეწოდებათ ტექტონიკური ფილები. და ეს ფილები გადაადგილდებიან, მოძრაობენ ასთენოსფეროს თავზე. ასთენოსფერო არის მანტიის სექცია, რომელიც არის ლითოსფეროს ქვემოთ. ოღონდ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფენები მოძრაობს ძალიან ნელა. წელიწადში მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით. ანუ დაახლოებით ისეთივე სწრაფია, როგორც ფრჩხილების ზრდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ფილები მილიონობით წელი არსებობს, მაშინ წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრი, მაგრამ მილიონი წლის განმავლობაში უკვე აღარ არის ცოტა. ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწა ისე არ გამოიყურებოდა ადრე, როგორც გამოიყურება ახლა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კონტინენტები ერთ დროს ყველა იყო ერთად, იყო ერთი დიდი სუპერკონტინენტი, სახელად პანგეა. ოღონდ პანგეა, რა თქმა უნდა, თვითონ დაარქვეს. ანუ ოდესღაც ვიღაცას არ დაურქმევია მილიონი წლის წინ. ანუ წარმოიდგინეთ ეს კონტინენტები რომ ერთიანი იყოს, ანუ ერთ კონტინენტად რომ ვიყოთ ახლა, მაშინ შეგეძლებოდათ რომ მაგალითად აფრიკიდან წასულიყავით პირდაპირ ანტარქტიდაზე. ან სამხრეთ ამერიკიდან მატარებლით ჩასულიყავით ევროპაში. 200 მილიონი წლის განმავლობაში პანგეა დაიშალა და მისი ნაწილები ერთმანეთს მოშორდა და ეს ნაწილებია დღეს ის კონტინენტები, რომლებსაც ვიცნობთ. მაგრამ ასე ნელა თუ მოძრაობს ტექტონიკური ფილა, საიდან ვიცით რომ საერთოდ მოძრაობს? საქმე ისაა, რომ მეცნიერებს აქვთ ძალიან ბევრი დამადასტურებელი საბუთი დოკუმენტირებული, რომელიც გვეუბნება, რომ მართლაც ფილები, ტექტონიკური ფილები უნდა მოძრაობდეს. პირველი ყველაზე მარტივი მინიშნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მინიშნებაა ეს, დამადასტურებელი საბუთი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი მინიშნებაა. არ ვიცი თუ დაკვირვები ხართ, მაგრამ გლობუსს ან რუკას თუ შეხედავთ, ან Google Maps თუ გახსნით, დაინახავთ, რომ კონტინენტები ერთმანეთში ჯდება ფაზლის ნაწილებივით. ყველაზე მარტივი დასანახია მაგალითად სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო და აფრიკის დასავლეთ სანაპირო, როგორ ჩაჯდება ერთმანეთში. ეს არის მხოლოდ ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ უბრალოდ კონტინენტების სანაპიროები ფორმით ერთმანეთს გავს. შეიძლება დავარქვათ კომპლემენტარული, ანუ ერთმანეთს ავსებს. კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი ისაა, რომ მეცნიერებს აღმოჩენილი აქვთ ერთი და იმავე სახეობის ნამარხები სხვადასხვა კონტინენტზე. და ეს ნამარხები არის ისეთი არსებების, რომლებსაც წარმოუდგენელია, რომ ოკეანე გადაელახათ და ერთი კონტინენტიდან ეგრე მისულიყვნენ მეორეზე. გაცილებით დამაჯერებელია და ამ ნამარხებს კარგად ხსნის ის, რომ შეიძლება კონტინენტები ჯერ იყვნენ ერთად, გაერთიანებული, ამ დროს იყო რაღაც სახეობები გადანაწილებული რაღაც ტერიტორიებზე და შემდეგ როცა დაიშალა ეს ერთი კონტინენტი, ნაწილი დარჩა იქ, ნაწილი აქ. ახლა ეს ტექტონიკური ფილები დღემდე მოძრაობს და თან ყველა ერთი მიმართულებით არ მოძრაობს. ორი ფილა შეიძლება ერთმანეთს ეჯახებოდეს, ან პირიქით შორდებოდეს ერთმანეთს. ასევე არის მესამე ვარიანტი, რომ ისინი მოძრაობენ ერთმანეთის გასწვრივ, ანუ მათი საზღვრები არის ერთმანეთის გასწვრივ და ამის გამო მათ შორის არსებობს ხახუნი. და იმის მიხედვით თუ როგორ ურთიერთქმედებენ, ან როგორ ურთიერთობაში არიან ამ ტექტონიკური ფილების საზღვრები ერთმანეთთან, გვაქვს კატეგორიები. ანუ გვაქვს კონვერგენტული, დივერგენტული და ტრანსფორმული საზღვრები. კონ არის ლათინური პრეფიქსი და ნიშნავს ერთად. ამიტომ ტექტონიკური ფილების კონვერგენტული საზღვრები არის ადგილები, სადაც ორი ფილა ერთმანეთისკენ მოძრაობს. მოდი მაგალითი ვნახოთ კონვერგენტული საზღვრის, სადაც ინდოეთის ტექტონიკური ფილა ეჯახება ევრაზიის ფილას. ტექტონიკური ფილის ქერქი კომპრესირდება, იწნეხება და შედეგად ინდოეთის ტექტონიკური ფილა ნელ-ნელა ექცევა ევრაზიის ტექტონიკური ფილის ქვეშ. მაგრამ რადგან ქერქს უფრო დაბალი სიმკვრივე აქვს, ამიტომ ინდოეთის ტექტონიკური ფილა არ იძირება ასთენოსფეროში და მეტნაკლებად რჩება იქ, სადაც არის. ამიტომ ამ ყველაფრის შედეგად ევრაზიის ტექტონიკური ფილა უფრო ზემოთ იწევს და ამიტომ გვაქვს ჰიმალაის მთები. ეს მთები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში და მათში შედის ასევე ევერესტი, რომელიც ვიცით რომ ზღვის დონიდან ყველაზე მაღალია. და ის არის ფიქრობთ, რომ უბრალოდ შეეჯახა ეს ორი ფილა და მორჩა. ანუ რეალურად ეს შეჯახების პროცესი გრძელდება. და ამიტომ ჰიმალაის მთები და ზოგადად ჰიმალაი სადღაც 1 სანტიმეტრით იზრდება სიმაღლეში ყოველ წელს. კიდევ ერთი ტიპის მოძრაობა, როგორც ვახსენეთ, უკავშირდება პირიქით დივერგენტულ საზღვრებს. D არის ასევე ლათინური პრეფიქსი, რომელიც პირიქით ნიშნავს ერთმანეთისგან მოშორებულს,
ან ერთმანეთისგან მოშორებულობას ამასთან არის ასოცირებული და ამიტომ ეს დავარქვით დივერგენტულ საზღვრებს, რომლებიც გვხვდება მაშინ, როცა ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს შორდება. ამის შედეგად შეიძლება გაჩნდეს მაგალითად ხეობა, ან შუა ოკეანეში პირიქით ფორმირდეს ერთგვარი ქედი, რაც მართლა ატლანტის ოკეანეში ვიცით რომ გვაქვს. ეგ არის ადგილი, სადაც ერთმანეთს შორდება ფილები. და მესამე ტიპის საზღვარი, როგორც ვახსენეთ, არის ტრანსფორმული საზღვარი და ეს ხდება მაშინ, როცა ორი ფილა მოძრაობს ერთმანეთის გასწვრივ. და რა თქმა უნდა, ამ მოძრაობას ახასიათებს ძალიან ბევრი ხახუნი, იმიტომ რომ ორივე მხარეს გვაქვს ბევრი ქვა, ქანები, კლდეები, მიწა და ასე შემდეგ. ასეთ დროს წნევა უფრო და უფრო გროვდება ამ ფილებს შორის, რაღაც მომენტში ზედმეტი ხდება და ეს ფილები შეიძლება ამის შედეგად გასრიალდეს და გამოათავისუფლოს ეს დიდი წნევა. და ეს მოძრაობა იწვევს მიწისძვრებს. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, კი, მაგრამ რა იწვევს ამ ფილების მოძრაობას? მეცნიერები მუდმივად სწავლობენ დედამიწის შესახებ მეც და მეც, იმიტომ რომ დედამიწა ძალიან კომპლექსურია და მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით დიდ როლს თამაშობს დედამიწის შიგნით არსებული სითბო და ენერგია, უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთი მიუთითებს გრავიტაციაზე, როგორც საკვანძო მთავარ რამეზე, მთავარ ფაქტორზე, რაც განსაზღვრავს ფილების მოძრაობას. ტექტონიკური ფილები არის მყარი და უფრო მკვრივი და უფრო ცივი არის, ვიდრე ასთენოსფერო. მაგრამ ასთენოსფეროც საკმაოდ მყარია და ამიტომ ზედა ფენა დადევს ტექტონიკური ფილები. მაგრამ ასთენოსფერო იმდენად ცხელია, რომ ცოტა იქცევა მოძრავი თიხასავით. ეს ნიშნავს, რომ კონვერგენტულ საზღვრებზე ფილების საზღვრები შეიძლება ჩაიძიროს ასთენოსფეროში და ეს არის პროცესი, რომელიც გრავიტაციით არის განპირობებული.